საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გიგანტი ინდუსტრიალური ქარხანა, მეტალურგიის ქარხანა რუსთავში არის ჩვენს წინ. ჩვენ კი შევდივართ რესტორანში. ეს რა არის, ქალბატონო, შეგიძლიათ ვითხრათ? დაფარებული რო ყარს და სუნი ამოდის და რა დაფარებულია ეს, რა ჰერმეტულად დაფარებულია? კარგი, გასაგებია. გავაგრძელოთ, აბა ვნახოთ თვითონ რესტორანში რა ხდება. დავეთვალიეროთ. ეს არის ძველი რესტორანი. კიკაბიძის რესტორანს ეძახიან, ალბათ გახსოვდეთ კიკაბიძის ცეხვები რო იყო, ეს არის აი იმ ტერიტორიაზე. გამწოვი ნახეთ, აი როგორი ჩამოიდინება, წარმოიდგინეთ გამწოვის თვითონ მილები რა მდგომარეობაშია. აბლაბუდები შეხედეთ ზევით, მაგრამ აბლაბუდები არ აუშავს პირდაპირ ღია პროცესი, სადაც მიმდინარეობს, იქვე ცვენა მიმდინარეობს, ანუ კედლები შესაკეთებელია. უჟანგავი კი მაგიდაზე გადაკრული და ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ უჟანგავი იმისთვის არის, რომ მარტივი იყოს ამის გარეცხვა და დასუფთავება, აქ აი აწეული აქ პირი ამ უჟანგავს და ეხლა შეხედეთ რა გამოვიღო აქედან. აი შეხედეთ, აი ეს არის გაწმენდილი მაგიდა. სუფთა ჭურჭელი აი აქ რამე გადასაფარებელია, ან ყოველ შემთხვევაში აუცილებელია რომ შეიღებოს, სუფთა რო იყოს. იატაკი მის საშუალებას გვაძლევს, რომ სწორი რეცხვა დეზინფექცია ხდებოდეს. თქვენ თვითონ ხედავთ კონდენსატის არსებობას, შეხედეთ, პრინციპში არც გამკვირვებია. აი ნახეთ როგორ ეწეპება, აი შეხედეთ. აი შეხედეთ, აი გამოყევით, ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. ყველგან აბსოლუტურად გამწოვი რა მდგომარეობაშია, ნახეთ. ეს ზედაპირი მოწესრიგებულია. კედლების რეცხვა დეზინფექცია შესაძლებელია. აქ რა ხდება, მოდით ნახოთ, მაცივარში შევიხედოთ. კედლები ქვევით ნახეთ, ნაჟური წყალი როგორი არის. ეს გაყინული ხორცი არა, თევზი არის, ნახეთ. და თევზში შეხედეთ როგორაა ქინძმარში უნდა იყოს რეალურად და აი ნახეთ და გასალღობათაა ჩამოღებული ზევი და რაღაცაები ჩანასხმელია. გაყინულია და უღება, მაცივებს ვნახავ და აი ესეც არის თევზი. აქაც ნახეთ, აი მოხარშული ხორცი არის, შენახული. როდის არის დამზადებული, ვერ გეტყვით. რა სუფრა იყო და რატო არის? ამას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი არ არის ახალი დამზადებული. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ყველაფერი გულისხმობები, საშინელება. ძალიან მწუხვა. ზამთარია და ამიტომ რაღაც უჩვეულო სიჩუმეა, ხალხიც არ არის. ჩვენ ხვდება რესტორნის მეპატრონე. აქ შადრევანი უნდა იყოს, ხო, წესით? ზაფხულში, გასაგებია. ანუ ეს არის ღია სივრცე, შესაბამისად ეს არის უფრო ზაფხულის ტერიტორია, სადაც ალბათ ზაფხულის ხელდღეებში კარგია დასვენება და მოულხენა. რადგან ეხლა ზამთარია და ეს ტერიტორია არ მუშაობს, მოდით შევიდეთ კუპეში. აი ეს არის რესტორნის კუპე. ინტერიერს ალამაზებს ორი რეპროდუქცია. და რა თქმა უნდა ბუხარი, რომელიც ალბათ სიცივეში ინთება, ხო? აჩაღებთ ცეცხლს. გასაგებია, რომ სითბო იგრძნობოდეს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ცივა ნამდვილად. გადაიხედეთ გვერდზე ყველგან აბსოლუტურად ყველაფერი დასასუფთავებელია და ვითომ და სუფთა ჭურჭელზე, როდესაც საუბრობთ, ჭერში აი ასეთი ხდება და იქედან ცვენა მიმდინარეობს, რა სისუფთავეზე შეიძლება იყოს საუბარი. აქ არის გაყინული ხორცი, ეს მე მგონი კატლეტი არის თუ რა არის, არ ვიცი, ვერ გეტყვით თუ რა არის, ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში. არც წარწერა აქ და არც ვადები და არც არაფერი, აი ნახეთ როგორი გასალღობი არის მაცივარი. აი რა მდგომარეობაშია. აქ ეთყობა რაღაცა სუფრას ელოდებიან, სუფრას აკეთებენ. ნახეთ, საკმაოდ ბლომად ბადრიჯანი იწრიტება. ნახეთ, რეცხვა დეზინფექცია არის სავალდებულო მოთხოვნა და სავალდებულო გასაკეთებელი ნებისმიერ ტერიტორიაზე. ეხლა ვინმე დამიმტკიცებს, რომ აი როდესაც ტრაპის მილი აი ამ მდგომარეობაშია, ასე არის ამოვსებული, რომ ეს როდისმე გამოყენებულა.
არ გამოყენებულა, რა თქმა უნდა, არასდროს და აქ აი ჭურჭელი ირეცხება და ნახეთ თვითონ რა მდგომარეობა აქ თუ დაისვრება რამე თორე დალაგებით და მოწესრიგების რა მოგახსენეთ. ქვევითაც აი ნახეთ მილები რა მდგომარეობაშია, კანალიზაციის მილიც შესაკეთებელია. აი აქაც ნახეთ იგივე მდგომარეობაა. ნახეთ ტერიტორია სწორად არ ლაგდება, კედლები ობისოკოთი არის. აი დანასველები არის და მოსაწესრიგებელია. ამას ვერავინ ვერ ხედავს, ვერც აბლაბუდებს, ვერც ნესს და ვერც აი ამ ჩამოკიდებულ აბლაბუდებს და მტვერს. რესტორანს იცავენ ლომები. ეს ალბათ ძალიან ძველი ქანდაკებებია, ხო, ამ ლომების. ეთყობა რომ ძველია. თვითონ ეს ტერიტორიაც შადრევნები, აი ყველაფერი ისეთია, გეგონება აი ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს აშენებულია. ალბათ ეს რესტორანი მაშინაც იყო. აი კაც ფანტანი მაგიდან სალატური პუპერი ის არის. კარგი. ნუ ეს ყველაფერი მუშაობს ზაფხულში და არა ეხლა. აი ეს არის დარბაზი. სარკე ძალიან მიყვარს, მაგრამ რატოა ესეთი ჭუჭყიანი სარკე? აქ რა არ სარგებლობთ ამ დარბაზით? იმიტომ რომ გასაწმენდია თან სერიოზულად. ეს იატაკიც, ნუ ისეთია რა, აი რა გითხრათ. ჩატეხილი მეთლახი უკვე ალბათ ძალიან დაძველდა. ეს კანონდადღვევა არ არის, ძველია. გაქვთ საშუალება გაარემონტებთ, არა გაქვთ ვერ გაარემონტებთ. რა სიზა, მთავარია სისუფთავე იყოს. აი აქ არის ესეთი თეთრად შემოსილი ეს სკამები, ავეჯი და აი რაც მთავარია, ეს ცუგაც შემოვიდა. ჩვენთან და ფიქრობს რესტორანში მოვედი და იქნებ რამე მაჭამონო, მაგრამ გააგდეს ცუგა, ვერ გაჭმევთო. კარგი, ჩვენ ვერანაირ რჩევას ვერ მოგცევთ, უბრალოდ ვაკეთებთ მიმოხილვას, აი გაჩვენებთ იმას, რაცაც ვხედავთ, შემდეგ თქვენ თვითონ და გადაწყვიტოთ, უკვე მოგწონთ, არ მოგწონთ, გინდათ, არ გინდათ. ესეც არ არის მთავარი მაინც ის არის თუ რა დავინახეთ ჩვენ სამზარეულოში. ეს არის მაყალი და ხორცის ადგილი. ამას შეხედეთ. ეს არის გასახდელი, სადაც სუფთა სამოსი უნდა ეკიდოს, რომლითაც ხდება უკვე ხორცის მერე დამუშავება. აი აქ ჩაიხედეთ და აქ ნახეთ რამდენი ნაგავი. აი აქ ნახეთ სანელებლები და ასე შემდეგ რაღაცაები. არ ვიცი, აი ხელი ამიწევია, თქვენ თვითონ გააკეთეთ კომენტარი. აქ მუშავდება ხორცი და აი აქ დავიხაროთ და ვნახოთ აი რა მდგომარეობა არის. შეხედეთ აი მაგიდების ქვედა ნაწილს შეხედეთ, კედლების მდგომარეობა შეხედეთ, ჭურჭელს შეხედეთ, არ ვიცი რაზე გავაკეთო აქცენტი და რა გითხრათ. აი აქ ნახეთ. აი აქაც შეხედეთ, აი ეს არის სადაც ხორცი უნდა მუშავდებოდეს და მუშავდება კიდევაც. აქ ალბათ შეკვეთებია ჩაწერილი. კი ბატონო, ეს ბაზარი არის ჩამოწერილი. 100 კაცი პლუს 60 კაცი. და აი აქაც არის, აი ნახეთ. ნათლობა. აი კიდე სტუმრების, აი 100 კაცი კიდე, ანუ ეს ჩვეულებრივად აი მუშაობს. ნახეთ, გოჭი, აჩმა და ასე შემდეგ. აი ჩვეულებრივად შეკვეთები მიმდინარეობს და ჩვეულებრივად ობიექტი მუშაობს. აი ამ ტაფიში ხდება პროდუქტის მომზადება, ნახეთ. ყველაფერი აი ზე ჭუჭყიანი არის. რესტორანს ვინულის, თქვენ ულით? დამლაგებელი ყავთ. მე ქალბატონო ირმა, აი მე რა დავინახე ხა ჩემი თვალით, ამდენი კონდენსატი, ამდენი ის აი ეს ყველაფერი, აი თქვენთვის არ არის ნათელი? თქვენ ამას ვერ ხედავთ? ესეც ხო შესაკეთებელია. ყოველ შემთხვევაში ჩამოსაფერთხია მაინც, რომ აი ეს არ ცვიოდეს და არ უნდა ჩამოდიოდეს. აი ესეც, დიახ. ერთი თვის წინ, ესე იგი კარგად არ გაგიკეთეს, ბადენა ბადრი რემონტი, არ გაგიკეთეს. არა, არ გაგიკეთეს, კარგად რემონტი. რო წამლავთ, მაგის შედეგი გააქვთ, არც მღრნელი ყავთ და არც ტარაკანა. მე ხوار მithქვია ეგ. სპეციალური ისაყოს მალიერა გარეთ ახლა გარეთ მუშაობს. ის აკეთებს აფეთებს. გარეთ აი თელი ყველაფერს ხო ჩვენ გარეთ ვარ. ბატონო ბადრი, ნახეთ, შეხედეთ, აი ეს ყველაფერი დასასუფთავებელი. არც ერთ რესტორანში არ საქართველოს. თქვენ ასე ფიქრობთ? მე ნამყოფი ვარ ყველგან. მე ხო თქვენი ვიცი ვინც ახარ თქვენ და რა როგორი მომთხოვნი ხარ და ამიტომ მე
ყოველთვის შენი მეშინო რომ მეთქა შემოვიდეს კოიძე მქონდა. იქ რომ ნახულო ბათუმშდებაში გიждები კაცო. სადმე შევაფერდა. მე მეც რო გავგიჟდი თქვენთან რომ შემოვედი ხამდენი უწესრიგობა როა. აი ეს არის ძველი წერტილები. წყალი მოდის? მოდის, საპონი არის? იქით, აქით არაფერი არ არის. ეხლა ეს კონტეინერები არის აბსოლუტურად ცარიერი, მაგრამ აი აქ არის. არ ვიცი ეხლა ჩვენთვის დააყენეს თუ როგორ არ ვიცი. წყალი არ მოდის ხოლმე და ეს გჭირდებათ ტუალეტების ჩასარეცხად, ხო? წვეთავს, გასაგებია. აი რა გითხრათ, ყველაფერი არის ეტყობა დაზიანებული, დაძველებული. მაგრამ ნუ ხო თუ არა აქვს მე პატრონეს იმის საშუალება რომ გაარემონტოს და გააკეთოს თუნდაც ეს ონკანი დაზიანებული ონკანი შეაკეთოს ხო აი ნუ რას იზამ ეს არის ჩვენი რეალობა აი ესეთია რუსთავში ერთ-ერთი რიგითი რესტორნის ცხოვრება ყოველდღიურობა რაც ჩვენ დღეს დავინახეთ არ ვიცი ეს ხდება იმიტომ რომ ეკონომიკურად უჭირს რეგიონს თუ უბრალოდ მისი პირადი მიდგომა ეს ამის შეფასებას ჩვენ ვერ გავაკეთებთ უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაგანახოთ ის რასაც ვუყურებთ და რასაც იღებს ჩვენი კამერა აი ეს რა არის რა კერძია აი თქვენ გამეცით პასუხი აი ეს რა არის ეს რა არის ეს არის თევზი მოხარშული თევზი აბა მწვანილი მარილწყალში თუ მწვანილი რატოა შეგნით ეს არის კინძმარი ხალბატონო დამზადებული თევზი და გაყინული რატოა მაცივარი არის საყინულეში გააქვთ ყინული რეჟიმი აქვს მაცივარს და ეს როდის არის მოხარშული არის გუშინ მოხარშული გუშინ მოხარშული სხვა კერძებით გუშინ არის დამზადებული ძალიან ბევრი კერძი გაქვთ მაგალითად ეს სალათი ეს ხალბატონების არის პერსონალის ამას ეხა რო არსად პერსონალის იმას რა უნდა საყინულეში პერსონალის იმას რა უნდა საყინულეში ეს როდინდელია ეს არის გუშინდელი ბადრეჯანი დღეს შევწვით რომელიც ჯერ არ გაქცევულა ხო მაგრამ ეს რა გაგიხმარიეთ და ის რამას რატო წვავდით და ეს აქ რატოა საყინულეში აღარ ვიყენებთ ხალბატონო ესეც შემდგარ აი ეს როდინდელია ესაც არის გუშინდელი ხაშლამა აი რომელიც მოუხარშეთ ნამდვილად არ არის ცუდი შეგიძლია დააფიქსიროთ თეთრი ქართკაცა და თავდახურული წევს აგერ თავდახურულია კი ბატონო არაფერი გაფუჭებული კერძი აქ არ გვიდეს შეგიძლია დააგემოვნოთ და არა ხალბატონო მე არც ისე აი ხა ბევრი რამე გამიკეთებია ბევრი რამე გამისინჯავს მაგრამ ნამდვილად და თქვენ თვლით რომ ეს ყველაფერი სუფთა არის თქვენ ასე თვლით რომ ეს ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებულია ხო შეგიხედიათ მაცივარი გინახიათ აი ყველაფერი სუფთაო მიმტკიცებთ ეს მაცივარი სუფთაა თქვენი აზრით ჩემით არა კოროზიაც არ უნდა იყოს კოროზირებული არ უნდა იყოს აბლაბუდები არ უნდა იყოს ჩამოფერთხილი უნდა იყოს და ეს რატო გაქვთ ესეთი კანალიზაციის ის აქ სუნი ამოდის დახურული უნდა იყოს, მაგრამ მასი არა, ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული. სუნი ამოდის საშინელი, გავხსენი და აი რა არ არის შიგნით. უსაზიზღრესი შესახედავი. სამზარეულოში არა, ტრაპი ირეცხება, ეს არ მითხრათ, იმიტომ რომ 10 ტრაპი შევამოწმე და ყველა აბსოლუტურად არის ამოვსებული, აბსოლუტურად ყველა ამოვსებულია. თქვენ სანიტარულ დღეებს აქ არ ატარებთ.